მოგესალმებით თითოეულ ქეთქას მოგმესი მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქეთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე ხოლმე WhatsApp-ში რაც შეეხება დღევანდელ გაშლას მე მგონი კაი ხანი არ გამიკეთებია ნახოთ ფიქრი გნობა მოქმედება პარტნიორის ნახოთ რა ურთიერთობა ამოდის რა ურთიერთობაზე გვესაუბრება და მე რა თქმა უნდა ვნახოთ ფიქრი გრძნობა და მოქმედება ნახოთ ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენ შორის რა სიტუაცია მისი ფიქრები თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში მისი მოქმედება და ამ ურთიერთობაში მოდით ესეთი კითხვა დავსვათ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ნახოთ ცოტა უცნაური ფორმატით მაგრამ ნახოთ რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში, აქ აშკარად ურთიერთობა არის დამთავრებული მდგომარეობაში, შესაძლებელი დამთავრებული არ არის, მაგრამ დასტის პოინტს ისეთია, არის გაურკვევლობა არის, ჭიხი აქ არის რაღაცა, შეიძლება ერთის მხრივ იყოს ის მომენტი, როდესაც დამთავრდა ერთი კონკრეტული ციკლი, ხო, რაღაცა ერთი კონკრეტული მდგომარეობა, მაგალითად მეგობრობიდან გადავედით სიყვარულის რეჟიმში, სიყვარულიდან რაღაცა უფრო სერიოზულში. აქ არის თუმცაღა მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც ურთიერთობაში სამწუხაროდ თქვენ და მე არ ვიცი, რაღაცა ესეთი ინფორმაცია გაიგეთ, რაღაც ისეთი ნიუანსი გაიგეთ, რომ თქვათ ეს ადამიანი თქვენს მიმართ რაღაცას იტყუება, ხო, რაღაცას ბოლომდე არ გეუბნებათ, რაღაცა ბოლომდე არ იხსნება და თითქოს ახლა ამ ეტაპზე არ ვიცი, ხა დისტანცირება ქვია თუ საერთოდ გაშვება ქვია ამ ადამიანის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა არის საკმაოდ ისეთ გაურკვევლობაში შესული და ალბათ ვფიქრობ, რომ ეს გაურკვევლობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობა, ეს არის იმედგაცრუება და გაწყვეტილება, ხო, როცა ადამიანი რაღაცას იტყუება და ხვდები, რომ თურმე გეგმები, რომელსაც სახავდით, რომ ურთიერთობა გაგრძელდებოდა, რომ ეყოლებოდა შვილები, რომ თქვათ პირობითად ოჯახი და ასე შემდეგ და უცებ აღმოჩნდები რომ იცი რამე ან თლათ ესე არ არის და აქ ცოტა ისეთი სიტუაცია არის, როდესაც მოტყუებული რჩები და იმედგაცრუებული რაღაცა ეს მომენტი არის ყველაზე ცოტა რთული მდგომარეობა ხოლმე ადამიანებისთვის. აი აქ ესეთი ურთიერთობაა რაღაცნაირად მე ესე ვიტყოდი ურთიერთობა სადაც ძალიან ყველაფერი შეიძლება ნამდვილად არ იყოს ტყუილი მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდით ყუილის გარემოცვაში და თქვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში და ისეთ მდგომარეობაში, სადაც აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ თქვენთვის დამალული და დაფარული იყო. მისი ფიქრები თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მისი ფიქრები თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, აქ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს რო გითხრათ, რომ ამ წუთას რაღაცა ძალიან დიდი ისეთი მომენტია, ყოველ შემთხვევაში აქვს რაღაცა, იცით როგორი მომენტი, რომ მე ესე უფრო ხედავ, საიდან გაიგეთ, როგორ მოახერხეთ, რომ თქვათ დაგეჭირათ ის ფაქტი, რომ თქვათ ეს ადამიანი თქვენ გატყუებდათ ან რაღაცას არ იქცეოდა სწორად. რას ფიქრობთ, რომ ეხლა ამ ეტაპზე თქვენ რაღაცნაირად იმდენად ხართ ორიენტირებული თქვენს თავზე და იმდენად ხართ რაღაცა ის მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება როგორც არ უნდა გტკიოდეთ, არაჩვენოდეთ ამ ადამიანს, ფიქრობს, რომ აქ ურთიერთობა რაღაცნაირად დიდად ხელსაყრელი არ იქნება ეხლა თქვენთან მიმართებაში, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი აქვს. ურთიერთობას თუ რას ფიქრობს ის, რომ რაღაცა სხვა გზა უნდა გამონახოს იმისთვის, რომ თუ მოინდომებს, რომ აქ რაღაცნაირად თქვენთან ურთიერთობა აღადგინოს, მაგრამ ამ წუთას ურთიერთობასთან მიმართებაში ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ აქ თქვენ რამდენად შეძელით და როგორ შეძელით, რომ ამ ურთიერთობაში, როდესაც ადამიანი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დედოფლად წარმოგადგენდა თუ წარმოგაჩენდა თუ გაძლევდათ ამის რაღაც ესე ვთქვათ
მდგომარეობას რანაირად მოახერხოთ ყოველფრის გახსნა. ამ ადამიანის გრძნობები თქვენთან მიმართებაში. აქ ადამიანის გრძნობები ცოტა უცნაურია, აქ ადამიანი ხო. გრძნობებთან მიმართებაში მოდით ესე გეტყვით. აქ არის დიდი მიჯაჭვულობის მომენტი. შეიძლება ეს იყოს ცუნებები, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ესეთი მომენტი, როდესაც არ შეიძლება თქვენი სიყვარული, ხო? არის ესეთი მომენტები. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არის ადამიანის გრძნობებთან ამ ბოლო დროს სხვათა შორის ვაკვირდები და გრძნობებზე საერთოდ აღარ საუბრობენ თითქოს ეს ადამიანები თუ უბრალოდ გრძნობები დაიკარგა ვეღარ ხვდები, იმიტომ რომ ცოტა ესეთი ის არის არა მარტო გაშლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც ხა იცით რომ ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობ, წყვილებში ეს გრძნობების პრობლემა აშკარად ძალიან დგას. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს აქვს თავის ისე ვთქვათ თავის სიყვარული უფრო მეტად აღმათ, ვიდრე რაიმე ვინმე ადამიანის მიმართ ექნება. მე ესე გეტყოდით, რომ ამ ადამიანს თავის იქეთ არც არავინ არ უნდა და არც არავიზე არ ფიქრობს. ერთადერთი მომენტი არის ის, რომ რაღაცა ცდუნებები აქვს თქვენს მიმართ, ეს რაღაცა ნება შეიძლება იყოს, რაღაც ინტერესი იყოს, მაგრამ ეს არ არის გრძნობები, რომელიც ვიტყოდი, რომ აი რაღაცა ეს არის სიყვარული, ეს არის თქვენს მიმართ რაღაც სასწაული გრძნობა. ხა ადამიანი, რომელიც გატყუებთ აქ ფიზიკურად გრძნობებზე, პრინციპში ესე ვთქვათ, სწორად გვეუბნება, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც იტყუება, აქ გრძნობებზე ვერ დაგველაპარაკება. თუმცა, სამწუხაროდ ძალიან ცუდი მომენტია ეს. აქ ადამიანის გრძნობები არ არის. აქ ადამიანის გრძნობებზე მეტად არის უფრო შეიძლება შეჩვევის მომენტი. რაღაცა ნახეთ როგორი სიტუაცია, როდესაც შევეჩვიე ყოველდღიურ მესიჯობას პირობითად, შევეჩვიე ყოველ საღამოს თქვათ ყავის დალევას, რაღაცა ესე ვთქვათ ჩვევაგან გვიგვითარდა, ხო, რაღაცნაირად ყოველდღიური რუტინული მდგომარეობა ჩამოყალიბდა ურთიერთობაში და ჩვევაში გადაგვეზარდა, ხო? თუნდაც კვირაში ერთხელ გქონოდა თქვენ კომუნიკაცია ამ ადამიანთან, ნახეთ ყოველ კვირაში ერთხელ მას უკვე აქვს ანუ ორგანიზმი, ტვინი, ყველაფერი ითხოვს იმას, რომ აი ის ერთ დღე უნდა გამოყოს იმისთვის, რომ თქვენთან კომუნიკაცია გქონდეთ, რომ აქ ზოგადად ესია ჩამოყალიბებული ადამიანის ხო მიჯაჭვულობის მდგომარეობა რაღაცის მიმართ ყოველდღიურობაში მოყვანა. ხო, ანუ უბრალოდ სისტემატიურად, როდესაც რაღაცა ხდება, მე უკვე ხვდებით რაღაცა მომენტში დამოკიდებულები ამ სიტუაციაზე. აი აქ ეს უფრო არის, ვიდრე რაღაცა გრძნობები. კარგით, მოდით ნახოთ მისი მოქმედება თქვენს მიმართ. მოქმედებას რაც შეეხება, მოდით მოქმედებაში მე ესე ვიტყვი, ხარ ამ წუთას ნამდვილად მისი ესეთი აქტიური გადმოდგმულობიც რა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანს ექნება რაღაც მომენტში გამოჩენის სურვილიც. შეიძლება ზუსტად აი მიჯაჭვულობიდან გამომდინარე იმ რაღაცა ყოველ დღიური თუ ყოველკვირეული თუ ყოველთვიური არ აქვს მნიშვნელობა, აი რაღაცა კომუნიკაციის სურვილმა შეიძლება შემოუტიოს და ადამიანი გამოჩნდეს. მე არ გეუბნებით ამას, რომ ეს მონატრება არის, რომელიც ადამიანს თუ უყარხარ თუ პატივსცემ თუ ენატრები და ასე შემდეგ ის არც გატყუებს, არც გადის ურთიერთობიდან და არავინ არ დაიჯეროს ის მომენტი, რომ ადამიანი რახან წავიდა და მერე დაბრუნდა ერთი თვის მერე ან ორი თვის მერე. ძალიან იშვიათია, ნახეთ, ძალიან იშვიათია, რომ მან უბრალოდ გავიდა ურთიერთობიდან ის, იმიტომ რომ გაეანალიზებინა ყველაფერი და მერე დაბრუნდა, ეს არის ძალიან იშვიათი, ალბათ 100-დან, ვიცი, 1-2 ადამიანი. და ძირითადში თუ მიდის რაღაცის საძიებლად, უკეთესი საძიებლად, უბრალოდ უკეთესი რო არ ხდება, მერე მოდის უკან. აი აქ რაღაც ეს მომენტი შეიძლება იყოს, ხო? როდესაც ადამიანი გამოჩნდება რაღაცა იმპულსური მდგომარეობით, რომ თითქოს რაღაცნაირად ენდომება თქვენთან ისევ დაკავშირება, ისევ რაღაცა ურთიერთობის აღდგენის მომენტი შეიძლება ითქვას, მაგრამ აი უფრო როგორი რაღაც, იცით, რომ
დაიკმაყოფილოს შინაგანი ეგო, დაიკმაყოფილოს შინაგანი რაღაცა მოთხოვნილება, რაც ექნება, ესე ვთქვათ, ხვდებით, აი ეს მომენტი არის აქ. თორე ძალიან ისეთი მოქმედება, როგორც ასეთი ამ ადამიანს, რომ აი რაღაცა გავაანალიზე და მოქმედებ არ არის. აქ არის რაღაცა იმპულსური მოქმედება, აი უცებ წამომიარა, უცებ რაღაცა გამახსენდა, რომ მინდა ამ ადამიანთან ხა დალაპარაკება და უცბად აი ავიღე ტელეფონი, მივწერე, ან რა ვიცი, გავედი ვნახე ხო, მივაკითხე და რაღაცა აი ეს მომენტები უფრო არის. რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ურთიერთობაში? მე მგონი როგორც ასეთი ძალიან საინტერესო არის. რა უნდა გაითვალისწინოთ? რაც არ უნდა სიტუაცია იყოს, ნახეთ, გაითვალისწინოთ ის, რომ არ მისცეთ არავის საშუალება იმის, რომ თქვენზე იბატონოს. თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, კი, ძალიან ისეთი რთული პროცესი არის, რთული მომენტი არის, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაც არის. ერთი მხრიდან ზოგადად არასოდეს არ შენდება ურთიერთობა. ურთიერთობა სჭირდება ორი ადამიანი, ორი ადამიანის ნება სურვილი, ორი ადამიანის კომუნიკაცია, ორი ადამიანის დათმობა და ასე შემდეგ. ხო, ანუ ურთიერთობა ნიშნავს ორ ადამიანს შორის რაღაცა დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. აი აქ ნახეთ მარტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა ამ სიტუაციის განვითარებაზე იფიქროთ, არაფერი არ გამოვა. და რაც არ უნდა გადაჭრით იყოთ იმ მომენტით, რომ აი მე შევძლებ ორი ადამიანის სიყვარული ვატარო გულით და ჩემიც და მისიც და ასე შემდეგ, ხო? აქ ნახეთ, მოდით მე ესე გეტყოთ, მიიღეთ გადაწყვეტილება იმასთან მიმართებაში, რომ უფრო მეტი რესურსი, ან ნახეთ ეს მომენტი, როდესაც ბრაზობთ, როდესაც ტკივათ, როდესაც ვერ გზნობთ თავს კარგად, არის ძალიან კარგი საშუალება გადავიდეს და გადავერთოთ ჩვენს სამუშაოზე, სამსახურთან მიმართებაში, ჩვენს კარიერაზე, ჩვენს წინსვლაზე, ჩვენს მიზნებზე და გავითვალისწინოთ ის, რომ ანუ წასასვლელი აუცილებლად უნდა წავიდეს. ადრე წავა თუ გვიან წავა, ხო? მოდით ესე ვთქვათ. წასასვლელი მაინც წავა, ეს ერთი თვით ადრე იქნება თუ ერთი თვით მერე. ხანდახან ჯობია ხოლმე რომ ადრე წავიდეს იმისთვის რომ ჩვენ ზუსტ სწორ მიმართულებას მივყვეთ და არა ისე წავიდეს რომ მერე რაღაცა ხელიდან გაგვექცეს ის შანსები რომელსაც მაგალითად არის ხო თქვენს გარშემო ვიღაცა ადამიანი რომელსაც ძალიან მოწოხართ მაგრამ თქვენ არ აძლევთ იმ ადამიანს შანსს იმიტომ რომ აქეთ ხართ ურთიერთობაში და უბრალოდ ნახეთ როგორ მომენტი შეიძლება ეს ადამიანი წავიდე თქვენგან თქვენ ძალიან გტივათ მაგრამ ის ადამიანი რომელიც თქვენზე მართლა რეალურად ფიქრობს ის მოვიდეს. ნახეთ აქ არის ის მომენტი, როდესაც თქვენ თვითონ ვერ იღებთ გადაწყვეტილებას და არ ასრულებთ ურთიერთობას, აი ეს გაითვალისწინეთ. შეიძლება ეს ადამიანი ისე რუტინულად რაღაცებზე გატრიალებთ. ხა ადამიანი, როდესაც გააჩნია ხო ტყუილს, ახლა თქვათ ის, რომ დაავიწყდა, თქვათ, რომ უნდა მოსულიყო 2 საათზე და ან ჩაეძინა და მოგატყუათ ის, რომ აი მე კი არ ჩამეძინა, არამედ საცობში ვიდექი 1 საათი. ნუ ახლა მან ესეთი მომენტია, ხო? შეიძლება გაატაროთ, ხო, თქვათ, რომ მე არა უშავ რა რაღაც ეს ტყუილი, მაგრამ როცა ადამიანი ისეთ რაღაცას გატყუებთ, რომელიც თქვენთვის მტკივნეულად მოქმედებს, ხო, ხარ ძალიან ისეთი მომენტია. ამიტომ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. თქვენ თუ ვერ ასრულებთ ამ ურთიერთობას და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ადამიანმა უკვე ერთხელ კი არა რამოდენიმეჯერ მოგატყუათ, ერთხელ კი არა რამოდენიმეჯერ გააკეთა ერთი და იგივე ქმედება, რომელიც თქვენთვის ძალიან მტკივნეულია, ხო? სამყარომ გაუშვა თქვენგან და მოდით გაუშვით თქვენს, იმიტომ რომ როდესაც, რა თქმა უნდა, ნება თქვენია, მე ვერავის ვერ დავაწელებ ამას, მაგრამ როდესაც ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ თქვენ გტკივათ და როდესაც არ ფიქრობს იმაზე, რომ თქვა თქვენ რა განცდაში იქნებით, ვფიქრობ, რომ ის ადამიანი პატივს არ გვცემს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი არ გცემს ჩემს ემოციას პატივს, იქ საერთოდ რომელ ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხომ არ მოიქცევით ისე, რომ ადამიანს ატკინოთ, თქვენ ხომ არ მოიქცევით ისე, რომ ადამიანს გადაუაროთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ,
რო იტყვიან იმედები გაუცროთ, ხო, არ გააკეთებთ ამას, როცა ადამიანი გიყვართ, ხო? არ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ გააკეთებთ, მაგრამ როცა ადამიანი ამას აკეთებს, ესე იგი არ უყვარს, ესე იგი არცემს პატივს, ესე იგი მისთვის სულ ერთია მისი განცდები. აი ამას მიაქციეთ ყურადღება ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს, აქ პირველი არ არის ამ ადამიანის რაღაცა, მე ესე ვიტყოდი, ტყუილის მდგომარეობა და ის რომ იმპულსურად რაღაცა გამოჩნდება, იმიტომ რომ უი შენ შემოგელვე, შენგენაცვალე, მიყვარხარ და მენატრები და უშენოდ ვერ გავძელი, გახსოვდეთ ის რომ უბრალოდ თუ თქვენოთ ვერ გაძლო კი არა, თქვენზე უკეთესი ვერ იპოვა ამ ეტაპზე და როცა იპოვის აუცილებლად იგივეს გაიმეორებს, იგივეს გააკეთებს და ამისთვის ყოველთვის უნდა იყოთ მზად, ხო? ანუ ძალიან კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც დაამუშავებს, გაანალიზებს და მართლა აღიარებს იმას, რომ ის წავიდა ურთიერთობიდან გასააზრებლად, მაგრამ ნახეთ, არატყუილით, არამედ მართლა გასაანალიზებლად. ის ადამიანი, ვისაც ეს სჭირდება, რომ გაანალიზოს, ის ნამდვილად მიგახვედროთ და გაგრძნობინებთ იმას, რომ ის კი არ გატყუებთ და იმიტომ კი არ მიდის, რომ რაღაცა ვიღაცასთან ურთიერთობები გააბას, ხო? არამედ ის მიდის იმისთვის, რომ სჭირდება კონკრეტული დრო, იმისთვის, რომ მან გაანალიზოს, გადააფასოს, დაალაგოს, მიხვდეს რა უნდა, ანუ თქვენთან ურთიერთობაში რას მოლოდინი აქვს და რისი მოცემა შეუძლია და დაბრუნდეს აი ამ პასუხით, რომ მე შემიძლია ვთქვათ მოგცე უბრალოდ ურთიერთობა, ვიღაცა შეუძლია მოგცე რაღაცა ოჯახი, ვიღაცა შეუძლია გითხრათ, რომ აი ვთქვათ მე შვილი მინდა შენგან და ვთქვათ ყველაფერს გავაკეთებ, ну შეიძლება სოციალურად ვერ მოგიყვანო, ან ეს ვერ გავაკეთო, ან ის ვერ გავაკეთო, მაგრამ მე გიპატრონებ შენ და ბავშვს და ანუ არის ესეთი შემთხვევებიც, ხო? არიან ეგეთი კატეგორია ადამიანებს, ანუ ყველასთან სხვადასხვა მომენტია და მოგხედავთ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მე ვთქვათ სახლში ვერ მიგიყვან, ოფიციალურ ფორმას ვერ მივცემ, ხო? მაგრამ ნუ აი ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. არის ეს მომენტები და სხვათა შორის არაერთხელ ყოფილა მსგავსი მომენტი და ძალიანაც ნორმალური არის, ხო? ხა თუ მეორე ადამიანსაც აწყობს და მისაღებია მისთვისაც ეს მდგომარეობა, ну, ძალიან კარგად სამხდებიან ამ ყველაფერზე. მაგრამ არატყუილით, ხო? ანუ ის არ მიდის რაღაცა, ვაიმე ხა დედას აქვს ინფარქტი თუ ინსულტი და სამანტყოფოში მყავს იქ ვიღაცა ბიძაშვილის, მამიდაშვილის, ბებიის ბიცოლა გარდაიცვალა და აი, ну, სასწაული ტყუილები რო აქვთ ხოლმე, ხო? ანუ და როცა ესეთ რაღაცებს გატყუებს ადამიანი, რომ ეხა დღეს სახლში არა ვარ და აღმოჩნდება, რომ სახლში ან თბილისში არ ვარ გეტყვის და ამ გასული ვარ, თქვათ, ვარ პირობითად ბათუმში და აღმოაჩენ, რომ ზუსტად 5 წუთის მერე თბილისში სადღაც რომელიღაცა კაფის წინ გაივლი და ვიღაც ქალბატონთან ერთად ზის, ან პირიქით მამაკაცთან ერთად ზის ქალბატონი. ხო, ცოტა ესეთი მომენტია, ხო? ანუ მანდ უკვე სხვა ტყუილებია, ხო? აი ეს მომენტი არის და აი ამას გარიდებს თქვენ სამყარო და ეს კარგად გაიგეთ. ნახეთ, ეს კარგად გაანალიზეთ. თქვენს ურთიერთობაში ეს ტყუილები რამდენად ბევრია, რამდენად სხვა როგორი ხარისხის არის ეს ტყუილები და რას ემსახურება, ხო, ეს ტყუილი. აი ეს მომენტი. ხა შეიძლება ვიღაცამ მოგატყუოთ, რომ ვაფშე სახლკარი არა მაქვს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ რო იტყვიან საკმაოდ დიდი სახლიც ჰქონდეს, მილიონებიც ჰქონდეს, რაღაცა სასწაული მანქანებიც ყავდეს, მაგრამ ეს ადამიანი უბრალოდ ამას იმიტომ კი არ გატყუებთ, რომ რაღაცა ცუდი განზრახვით, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თქვათ, მას ჰქონდა რამოდენიმე გამოცდილება იმისთვის იმ მდგომარეობაში, რომ მის ფულთან მიმართებაში, მის ქონებასთან მიმართებაში ჰქონდა, თქვათ, დამოკიდებულება და ურთიერთობა მაგიტომ უნდოდათ. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი უბრალოდ თავს იცავს ამ ტყუილით, რომ ვითომ მას არაფერი არ აქვს, თუ ნამდვილად შეიყვარებთ რაღაცა მაგ შემთხვევაში, უკვე ის რა თქმა უნდა გაამჟღავნებს იმას, რომ ყველაფერი რიგზი აქვს, ხო? აი გააჩნია ტყუილის ხარისხს რა არის? ზოგადად ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ ну ხანდახან არის ისეთი მდგომარეობები, რომელსაც უბრალოდ გჭირდება რეაქცია ადამიანის, ხო? აი როგორი მოქმედებს ახლა დღეს რომ მოვა პორშეთი და ხვალე რომ თქვათ გაიგებთ რომ პორშე არ ყავს და ყავს, საერთოდ არ ყავს მანქანა, თქვათ პირობით თათ ვიძახი, ну რაღაცეებში თქვათ იმედგაცრუება არის, ხო? მაგრამ
ნახეთ თქვენ თუ აქ მიაქცევთ იმას ყურადღებას, რომ ხა ეს რო პორშეთი მოვიდა გუშინ და დღეს არ აყავს მანქანა, მე ამასთან ურთიერთობა არ მინდა, ну აქ უკვე ის შეიძლება ითქვას, რომ იმ ადამიანმა უბრალოდ სხვა რამე დატესტა თქვენთან ურთიერთობაში და ну იმან პასუხი მიიღო, თქვათ რაღაცა ისეთი, რომ აქ მატერიაზე არის დამოკიდებული მეორე მხარე. ну ბევრი ნიუანსი შეიძლება განვიხილოთ ამასთან მიმართებაში, მაგრამ ერთადერთი რაც არის, ეს არის, რომ უნდა გაითვალისწინოთ ამ ადამიანის მდგომარეობა თქვენს მიმართ, რამდენად კარგად გექცევათ და რამდენად მართლაც ესეთი მომენტები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. გამოჩნდება აუცილებლად ეს რაღაცა იმპულსური გამოჩენით, შემთხვევითი გადაკვეთით და ასე შემდეგ. მაგრამ სიყვარული და აქ პატივისცემა ცოტა რთული მომენტი გვაქვს, ასე რომ თქვენთან დაფიქრდით რა, როგორ და რანაირად. მე რა თქმა უნდა, ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგან, სიყვარულს, წარმატებას და ბედნიერებას დროებით გემშვიდობებით.